უკვე გაითვალისწინე. გიორგი გულბანი იურისტი თბილისიდან ითამაშებს თქვენს წინააღმდეგ. ყურადღება შეკითხვა. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში მომხდარმა რომელმა პოლიტიკურმა მოვლენამ გამოძახილი ჰპოვა გამონათქვამში საქართველოში იებს კრეფენო დრო. დედაენის აქცია რო იყო ის ხო არა აიას ამბავში? შეიძლება კი. 1959-ში 59-ში იყო ეგ შეიძლება არა? საბჭოთა კავშირი რამე უფრო მასშტაბური? ანუ იმინა საბჭოთა კავშირის ხო არ არის და ტიტების ამბავში რაღაც. არა, მე ცოტა იები იქა ნაკლებად მახსენდება. სტალინის გასვენება ხო არა? მაგრამ პოლიტიკური მოვლენა. მარტში გარი. და 56 წლის ეგ არის დედაენის რაღაც. ეს არა, ეს არის სტალინის 16 აპრილია. მარტში ხო იებია. მარტში იებია. დესტალინიზაციის მე ეგ არის. 9 მარტს. კიდე რამე მელანს ხო არ უკავშირდება? სხვაგან ხო არ იყო სადმე, ანუ საბჭოთა კავშირის მოსკოვში ან სადმე ეგეთი რაღაცა რომ მერე დაუკავშირდნენ იმას. იებს კრეფენ რა მელნის ამბავი ხო არ არის იებ არა მელანთან აშვაშია სხვაგან რაღაცა შვებიან და არა ამგონი არა ის რუსებმა თქვენ სავარაუდოდ აქ ალბათ იებს დაუყრდნენ ნუ მარტს ისე ვაწვევია დრო ამოიწურა მორჩა 56 წლის 6 მარტი 9 მარტი 56 და სიჩუმე მორჩა ქაბატონო ირინა სწორი ვერსია თუ გქონდა არა არ ქონია და რუსებს არ უთქვიეთ ეს ქართული გამონათქვა ვინ უპასუხებს? ყურადღება სწორი პასუხი. დაათო გორგილაძე ვინაიდან ბოლოს კარგად აიღო კითხვა, შეიძლება. კაი, მორჩეთ ამ საბავშვო ბაღის თამაშს და ყურადღება სწორი პასუხი. გიორგი ბაქრაძე უპასუხე. მე უპასუხე. მეგრელების საქმე რა არის? რა? მაგას ერქვა მეგრელების საქმე. და რაზე საუბარი? სიჩუმე. ანუ იყო რაღაცა შეთქმულების ისა, როდესაც ბევრი მეგრელი დაიჭირეს და რაკი ყველა უმეტესობა გვარი იაზე მთავრდება, მეგრელებს იებს შვებია. საქართველოში იებს კრეფენ. და რაში გეკუთვნით ხოლმე ბატონო მაგისტრო ხა? თუ რო ვიცი რომ მეგრელების გვარები იაზე მთავრდება. იავა ძირითადად ხო? ხო. მე მინდა ის თავი რედაქტორი დამანახეთ. ანუ კარნახს ჰქონდა ადგილი თუ არა დამინახავს და არ გამიგია ნამდვილად. არ ვიცი, ინტერესების დამცველები რას მეტყვიან. ბატონო წამყვანო, სტუდიაში პასუხი ნამდვილად არ გაჟღერდა. მე ხა გეკითხები თქვენ, აი ეს პასუხი მივიღოთ ბაქრაძე, შემიძლია არ მივიღო ის. ერთხელ არ მივიღე უკვე ესეთი პასუხი და კულა ჩაუთვალე ტელემაყურებას. უნდა მივიღოთ ბატონო. არა, ეს ხო ესეთი არ იყო ეხა წინა შემთხვევა. წინა შემთხვევა შეიძლება უფრო მარტივიც იყო. ეს რაღაც ნამეტანი გადააჭარბეს დროს. არა, მაშინ არ უნდა მიგეცათ უფლება, რომ პასუხი გაეცა. თუ მივეცით პასუხის გაეცა. კიდე მე ვარ დამნაშავე? ისედაც თქვი ცუდი სიტყვები თამაშის დასაწყისში, ასე რომ გეყოფათ. ნუ გამკითხავ. კარ მივიღოთ თუ არ მივიღოთ ბაქრაძის პასუხი? უნდა მივიღოთ. ხო, რუბიტაშვილი მომასმინე. ბატონო წამყვანო, ძალიან გთხოვთ, მივიღოთ პასუხი, კარნახს ადგილი არ ქონია და პასუხი სწორად. მოიცათ ერთ წუთი ტელემაყურებელთა ინტერესის დამცველი გასაგებია გიორგი გვიმრაძე დამანახეთ რომელიც შეიძლება დაზარალდეს თუ მივიღეთ ახლა პასუხი აგერ კაცი შეიძლება მშიერი დარჩეს სახში არ შეუშვან ველიჯანაშვილი ხო და მოდი დავიცოთ ველიჯანაშვილი და მივიღოთ ეს პასუხი მე ორივე შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები ნახე რა ხდება თან მით უმეტეს 5 მოიგებენ ბედნიერი ვარ 5 ხდება ბატონო მივიღე გავიგე ყურადღება სწორი პასუხი ყველა მოვლენა 1951 წლის ნოემბერში სტალინის დავალებით
წამოწყებული იქნა რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც მეგრელთა საქმის სახელით შემორჩა ისტორიას. დააპატიმრეს მეგრელები, რომლებსაც იმ დროს საქართველოს წამყვანი თანამდებობები ეკავათ. გამოთქმა საქართველოში იებს კრეფენ მიანიშნებდა, რომ იაზე დაბოლოებული გვარის მქონე მოხელეებს მასობრივად აპატიმრებდნენ.